მოყვა ავტოკატასტროფაში, გადაირბინა გზაზე და დაეჯახა მანქანა. 2 თვე ნახევარი ვიყავით კომაში. დახმარების გარეშე ვერ გაივლის. გაივლის 10-15 მეტრი, ისიც ორივე ხელით უნდა მეჭიროს. მასწავლებელი ვარ 3 საათის მეტი ვერ ვმუშაობ. იმიტომ რომ ბავშვს ყურადღება უნდა. მით უმეტეს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დავრჩი მარტო ფიზიკურად ძალიან მიჭირს. მე თვითონ 2 სტენტირება მაქვს გაკეთებული. მარტო პამპერსის გარდა საფენები, რომელიც დღეში 2 გჭირდება. იმდენად ძვირია ეს ყველაფერი. ყველაზე პირველი პრობლემა არის გაზის პრობლემა. შეიძლება ხვალე გაჟონვა მოხდეს და საერთოდ ავფეთქდეთ ისეთ მდგომარეობაშია გაზი. შეხედეთ, კედლები გადახსნილია, ჭერი ჩამონგრეულია. შინმოვლის პროგრამაზე განცხადება დაწერილი მაქვს და პასუხი არ არის, უკვე მეორე წელიწადია. შობელი რო ვერ უკეთებს იმას, რაც შვილისთვის არის, მაგაზე დამთრგუნველი მშობლისთვის არაფერია. მიმართავ ყველას, ვისაც შეუძლია რომ დახმარება გაწიოს, გაგვიწიოს დახმარება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.